შენ ვინც ამ ვიდეოს უყურებ, დიდი შანსია რომ დაღლილი ხარ. არა შრომისგან, არამედ იმ დაუნდობელი ფიქრებისგან, რომლებიც არ ჩერდებიან. ყველაფერი გაწუხებს, გული დაგიმძიმა წარსულმა შეცდომებმა. გეშინია რა იქნება ხვალ. გაწუხებს ისიც, რაც ჯერ არ მომხდარა და ისიც, რაც დიდი ალბათობით არც მოხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველ რიგში მინდა გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ სუსტი. უბრალოდ გადაიღალე. სავარაუდოდ, შენი ფსიქოლოგიური გონება არ ჩერდება და ყველაფერზე ფიქრობ. და როდესაც მშვიდად ხარ, როდესაც ცდილობ, რომ წყნარად იყო, თითქოს დანაშაულის შეგრძნება გაწუხებს. ეს ვიდეო არის მათთვის, ვინც ყოველდღიურად ყველაფერზე ნერვიულობს. და ამ ვიდეოში გაიგებ თუ როგორ შეაჩერო შენი გონების უწყვეტი ხმაური. ასევე გაიგებ თუ როგორ დაუბრუნდე საკუთარ თავს. დავიწყოთ იქიდან თუ რატომ ვართ ადამიანები ყოველთვის ასე დაძაბულები. ჩვენი გონება 1000 წლეულობის მანძილზე დაპროგრამდა მხოლოდ ერთ რამეზე. საფრთხის თავიდან აცილებაზე. შენს ტვინს უნდა რომ გადაგარჩინოს, ამიტომ ყველაფერზე წინასწარ ფიქრობს, ყველაფერზე წინასწარ ნერვიულობს. შენს ტვინს არ აინტერესებს შენი ბედნიერება. მისთვის მთავარი არის უსაფრთხოება. ამიტომ ფიქრობს, თუ მე ყველაფერზე არ ვიფიქრებ, რაღაც გამომეპარება, თუ კარგად არ ვიქნები მომზადებული, დამემართება ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. თუ დავისვენებ, რაღაც ცუდი მოხდება და ასე შემდეგ. მაგრამ აი რა ხდება სინამდვილეში. შენ გონია რომ ეს აკუეტებული ფიქრები დაგიცავს, მაგრამ რეალურად ზუსტად ამის გამო ხარ ცუდად. შენი ფიქრის სტილი არის გამოსასწორებელი. და მთავარი პრობლემა რაც აქ არის ის არის რომ შენ გინდა რომ ყველაფერი აკონტროლოს სამყაროში, მაგრამ რეალობა სხვანაირია. რეალობაში შენ რისი კონტროლიც გინდა ვერ აკონტროლებ. და აი აქ ჩდება სწორედ პრობლემა. აქ ჩდება შენი ნერვიულობაც. და მინდა რომ დააკვირდე ამ ნერვიულობას. კონკრეტულად როდის იწყებ? შენ იწყებ ნერვიულობას იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. წარმოიდგინე რომ სახლში ხარ, მშვიდად ზიხარ, მაგრამ უცებ ფიქრობ. ხარ სამსახურში მნიშვნელოვანი გამოსვლა მაქვს. არაფერი არ უნდა შემეშალოს, ყველაფერი ზუსტად უნდა გავაკეთო და შენი გონება ყველა შესაძლო ვარიანტს წარმოიდგენს, რა მოხდება თუ შენ გამოსვლაზე შეცდომებს დაუშვებ. თუ რაღაც ისე არ გამომივიდა, როგორც მინდა გამომივიდეს, უფროსი გაბრაზდება მის გამო, რის გამოც შეიძლება ის ბონუსი ვერ ავიღო, რომელიც ასე მინდოდა ამეღო, ბონუსი კი არა, შეიძლება ხელფასიც ვერ ავიღო და თუ ხელფასს ვერ ავიღებ, შემდეგ მე ქირას ვერ გადავიხდი და ასე შემდეგ. შენი გონება გიქმნის ილუზიებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდარა და დიდი ალბათობით არც მოხდება, შენ უკვე დაწვრილებით ყველაფერი წარმოიდგინე. შენ ფიქრობ ნეგატიურად და ამ ნეგატიური ფიქრების გამო ძალიან ბევრს ნერვიულობ. და როცა ასე ფიქრობ, შენი აზრით რა ხდება შენ სხეულში? შენი სხეული ყოველთვის პასუხობს შენს ფიქრებს და მუდმივად დაძაბული ხარ. შენი სხეული კონტროლდება შენი ფიქრების მიერ და არა რეალობის მიერ. რადგან რეალობა რაც არის რომ სახლში ხარ უბრალოდ და აკეთებ შენს საქმეს. მინდა შეამჩნიო რომ რეალობაში ყველაფერი კარგადაა. პრობლემა შენს ფიქრებშია, ფიქრები გადასცემენ სხეულს და სხეული დაძაბულია. და აი აქ იწყება მთავარი შეცდომა. შენ რეაგირებ შენს ფიქრებზე და არა რეალობაზე. შენ გონია რომ რასაც ფიქრობ, ეგ არის რეალობა. შენივე ნეგატიურ ფიქრებს აქცევ რეალობად. და არა იმას, რაც მართლა რეალურია. და როდესაც ამას ბევრჯერ იმეორებ, ეს ხდება შენი ცხოვრებისეული ჩვევა. ნერვიულობა ხდება შენი ცხოვრების ფონი. იღვიძებ ფიქრობ ნერვიულად, ჭამ ფიქრობ ნერვიულად. დაძინების წინ შფოთავ. და რჩები ისე თითქოს მშვიდად ყოფნა არ შეგიძლია და ყოველდღიურად ქაოსში ხარ. და როგორ უნდა დამსხვრიო ეს ჩვევა? როგორ შეძლო ცხოვრება რეალობაში და არა შენს ნეგატიურ ფიქრებში. პირველ რიგში მინდა რომ შეამჩნიო, ნერვიულობა იწყება შენს ფიქრებში და შემდეგ ვრცელდება შენს მთელ სხეულზე. მომდევნო ჯერზე, როდესაც გექნება ნეგატიური ფიქრები, როდესაც იგრძნობ დაძაბულობას, შეჩერდი და უბრალოდ თქვი, ახლა ნერვიულობ. ეს ნორმალურია. არ ებრძოლო და არ გაიქცე. უბრალოდ დაიცადე და შეამჩნიე საკუთარი ნერვიულობა. დააკვირდი იმ გარემოს, სადაც ხარ, შენს ოთახს ან სადაც არ უნდა იყო. და შემდეგ ეცადე რომ დაიბრუნო ახლანდელი მომენტი. ნუ გადართავ შენს გონებას მომავალზე ან წარსულზე. დაათვალიერე ოთახი, შეეხე რაიმე ზედაპირს. შეიგრძენი როგორც უნთქავ. ყურადღება მიაქციე შენს უთქვას. აი ასე.
უბრალოდ შენს უთქვას დააკვირდი. შემდეგ კი საკუთარ თავს კითხე. აი აქ, აი ამ წამს პრობლემა მაქვს? რასაც აღმოაჩენ ის იქნება, რომ აი ამ წამს პრობლემა არ არსებობს. და ეს დაკვირვება მოგცემს საშუალებას, რომ გააცნობიერო რეალობა. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უნდა აკეთო, სანამ შენი უაზრო ნერვიულობა არ გაქრება. პრობლემა ის არის, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ ეძიება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა გასწავლე, შენ გამოიყენებ ამ ტექნიკას? ფიქრობ, რომ 90% ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ამ ტექნიკას არ გამოიყენებს. ეს 90% ისევ პრობლემებში გააგრძელებს ცხოვრებას. ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ის არის დღევანდელ სამყაროში, რომ ადამიანს არ უყვარს თვითჩაძიება, არ უყვარს საკუთარ თავს დაუსვას კითხვები, არ უყვარს იპოვოს პასუხები, რომელიც ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება. არამედ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი მარტივად მიიღოს. მაგრამ ის 10%, ვინც გამოიყენებს და ნერვიულობის დროს უბრალოდ რეალობის გაცნობიერებას დაიწყებს, ისინი მართლა შეცვლიან თავიანთ ცხოვრებას უკეთესობისკენ. ასევე მინდა მოგცე კიდევ ერთი რჩევა. შეამცირე ინფორმაციული ხმაური. ზოგჯერ ნერვიულობა არ იწყება შენიდან, იწყება გარედან. ნიუსები, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. ყველაფერი ეცადე რომ მოიშორო, ნაკლებად უყურო ნეგატიურ ინფორმაციას. ასევე მინდა რომ დაიწყო გაცნობიერება. გაცნობიერება იმის, რომ შენ არ ხარ შენი ფიქრები. შენ ხარ ის, ვინც ამ ფიქრებს უსმენს. შენ ხარ ის, ვისაც შეუძლია თქვას. მოიცადე, ჩემი ეს ნეგატიური ფიქრი უკვე გამეორდა 1000-ჯერ. რამდენჯერ წარმოვიდგენე მსგავსი ფიქრი. მაგრამ მიუხედავად ამისა არც ერთხელ არ გამართდა. არც ერთხელ არ მოერგო რეალობას. და მართლაც რამდენჯერ გქონია ეგეთი მომენტი, რომ რაღაცაზე ნერვიულობ, რაც არც მომხდარა და არც არასდროს მოხდება. აცნობიერებ, რამდენ ენერგიას ხარჯავ, როდესაც ამ ნეგატიურ ფიქრებს ეჭიდები? და არა მარტო ეჭიდები, არამედ ისე რეაგირებ ამ ფიქრებზე, თითქოს ეს იყოს რეალობა. შეიძლება დღემდე გეგონა, რომ მშვიდად ყოფნა ნიშნავს ყველაფრის მართვას, მაგრამ არა. მშვიდად ყოფნა თუ გინდა, არ დახარჯო იმაზე ენერგია, რასაც ვერ აკონტროლებ, რაც არ შეგიძლია რომ გააკონტროლო. ეს არის დობა და ის შინაგანი სიმშვიდე, რომელიც გარემოზე არ არის დამოკიდებული. მიეცე საკუთარ თავს უფლება იყო მშვიდად. შენ გააქვს უფლება იყო მშვიდად. შენ შეგიძლია იყო ძლიერი და ამავე დროს წყნარი. შეგიძლია იყო პროდუქტიული და ამავე დროს თავისუფალი შფოთვისგან. გონება ყოველთვის ეცდება რომ დაგაბრუნოს ძველ ფიქრებში, მაგრამ შენ შეგიძლია აირჩიო. ყოველ ჯერზე თავიდან აირჩიო რომ არ რეაგირებდე ყოველ ნეგატიურ ფიქრზე. და როდესაც ამას გააკეთებ, ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, 100ჯერ ამ ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლდები. და ამ პროცესში დაიწყებ იმ რეალობის დანახვას, რომელიც სინამდვილეშია. აქ დავამთავრებ ვიდეოს, გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს ასეთი და უფრო ძლიერი ვიდეოები. და ვისაც გინდათ პირადი კონსულტაცია, შეგიძლიათ მომწეროთ ინსტაგრამზე.